ხელისუფლების ნაგვაზი. სტრიქონებად შემოიქმნება საქართველოს ბომბარდიის 26 პრეზიდენტის სამგარისო. როგორ მოახერხა ეს? სრულიად უბრალოდ და გარეგნის მაგურებელთა თვალწინ გააცოცხლეს ძირითადი ეტაპები საბჭოთა რაკეტები დღეს მშვიდობის ჯიშია. საიმედო დარაჯობს ჩვენი ხალხის შემოქმედებით. მიზნებს შესანიშნავ საჩუქრებს უზრდებენ მეცნიერებს, კულტურის, ლიტერატურის ხელოვნების მუშაკები. Советская Грузия сердечно приветствует вас. აშმოიკითხებოდეს ხალხური ხალხოტრადია. მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია წითელი ზონა, რადიო თავისუფლების და პირველი არხის ერთობრივი პროგრამა. წარმოუდგენელია, მაგრამ გიული ჩოხელი 80 წლის გახდა. 80 წლის გახდა, მაგრამ მაინც ცხოვრობს დღევანდელი დღით. ცხოვრობს მუსიკაზე ფიქრით და არა მოგონებებით. მიუხედავად ამისა, იმ ადამიანებმა, რომლებიც თქვენთვის წითელ ზონას ამზადებენ, მაინც ვაიძულეთ გაეხსენებინა წარსული. გაეხსენებინა ის დრო, როდესაც შეეძლო ყოფილიყო თავისუფალი, თუმცა თავისუფლებას ებრძოდნენ. გაეხსენებინა ადამიანები, რომლებიც დაეხმარნენ და გვითხრა, როგორ მოახერხა ყოფილიყო თავისუფალი ქართული ჯაზის ლეგენდამ. ასეთი ლექსი აქვს, ჩემს დაბერებას კვალი არ უჩანს, ისევ სიყვარულს ველი. დიახ, ეს მისი ლექსია, გიული ჩოხელის ლექსი. მთელი მისი შემოქმედება სიყვარულის მოლოდინით არის სავსე. ამავე დროს ჩვენთან საუბარში ის იხსენებს ადამიანებს, რომლებიც დაეხმარნენ და მადლობას უხდით მას. ბევრი ადამიანი გაიხსენა, მაგალითად გაიხსენა ია ბახტაძე, გაიხსენა საქართველოს რადიო, რომელმაც ჩაიწერა მისი სიმღერები და დღემდე შემოგვინახა. ამ სიმღერებს დღეს ჩვენ მოვისმენთ, მაგრამ ჯერ გიული ჩოხელს ვეწვიეთ მას სახლში და ვაიძულეთ ესაუბრა წარსულზე. ეთერშია წითელი ზონა. ჩემს სიცოცხლეს სინათლე თავსებს როცა ქარიქრის და ავდარია ერთად დავდივარ მიწაზე ზაზე ზე ჩემი კარგი მეგობარია მე მზის ხელებზე ბავშვი ვიხდება როცა ქარიქრის და ავდარია ხშირად მგონია ზე თავად მელა რადგან ზე ჩემი მეგობარია სწორედ ამიტომ არ გარდავი მეც როცა ქარიქრის და ავდარია მე ბედნიერი ვიქნები ვიდრე ზე ჩემი კარგი მეგობარია. ფილარმონიაში არ ქონიათ ისე კონცერტი? ერთხელ გამოვედით მე და ჩემი შვილი ჯაზ ფესტივალზე. და ისე არ არასოდეს სულ უასვამო. არ ეს მოღლეტილი ეს ამხელა ის და მე პატარა ქალი ვარ და ვიბნევი რა. მე ჯაბნელება და რაღაცა მე კარგავ კონტაქტს მაყურებელთან და ეს და ჯაზისტვის უკონტაქტო. აბარა თვალებში უნდა გიყურო თქვენ და უნდა გაგაგიჟოთ და მეც უნდა გავგიჟდე. აბა სხვანაირად ჯაზი არ არსებობს. ჩემი დისკები აქ არ არის. არც ერთი არ არის. ნუ თუ არ სადარ უნდა იყოს ჩემი ფირფიტები, ათ სახში. მე მწყინს რომ რატო დამივიწყა ჩემმა ქართულმა ხალხმა და თურმე სახშიც არ მაქვს ფირფიტები და მივიწყებ დაბარე. ნუ კაცრავად ძველი ფირფიტები ხო სად იყიდება? ფირფიტები? ხო. არ ვიცი. ფირფიტები რა არის? ფირფიტები რა არის? არც ერთი ფირფიტი. გიჟდები რა.
ძველი ფირფიტები ხო არიცით, სად იყიდება? ქვემოთ? აბასად, ვერ ვხედავ. აღერ არის. თქვენ არა გაქვს ჯაზი, ხო? ჯაზი? ხო. გაქვს, ბრავო. აბა, მაჩვენე. ჯაზი შემიძლია შემოხმევადოთ. Eddie King. ვინ არის? Eddie King. კიდევ? ლას-ვეგას, აქ არის კრებული ძალიან კარგი. ლას-ვეგასში იყო ფესტივალი, ჯაზ ფესტივალი. ძალიან მაგარი ხართ. და ჩვენი ქართული ჯაზი არა გაქვთ? ის ხო არა გაქვთ თქვენ გიული ჩოხელის ჯაზი? არა გაქვთ? მარტო ქათამაძეს ჯაზი გაქვთ? აფსუს. ჯერთი ძალიან დიდი მადლობა მინდა ოფიციალურად უთხრა ახლა ლევან კიტიას და ბიძინა მაყაშვილს იმ ძალიან კარგი ფილმისთვის. კარგი ფილმია. ფილმი შესანიშნავი და უნდა გითხრათ რომ ამ ფილმის მერე ქართულ საზოგადოებას გაახსენდა გიული ჩოხელი, ხო ასე? საერთოდ აღარ ვახსოვდი, საერთოდ არ არის. აი რამდენი ხანია არ ახსოვ ხარ? 30 წელი. მიზეზი? მიზეზი ჯაზია მიზეზი ალბათ. თავის დროზე ჯაზი, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა. და სულ ვიმალებოდით მე და ჩემი მეუღლე კლუბებში და პადლებში და რა ვიცი, სადღაც უკრავდით ხოლმე, რომ ჯაზი იყო ჩვენი მუსიკა. ეგეუბნებოდნენ პირდაპირ ჯაზი არ გვინდა. არა. ჯაზმენები მოდიან სამინისტროში რომ მივიდოდით. მინისტრი იმალებოდა მეორე მხრიდან გადიოდა. არ უნდა და ჩვენთან საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ პრეტენზიები გქონდა, რატო ვართ მაგადანში, სახალინში გადასახლებულები ვიყავით ჩვენ პრაქტიკულად. ხო და 500-600-1000 კილომეტრები ხან უბრალო დაჯღრეულ ავტობუსებში სიცივე და უბედური, საშინელება. მაგრამ ამბობდნენ რომ ჯაზი არ გვინდა, იმიტომ რომ ამერიკულია. არა, ჯაზი არ გვინდა კი არა. ისე იქცეოდნენ რომ რეპერტუარი, ესე იგი, რეპერტუარი მქონდა თითქმის მთელი კლასიკა ჯაზურს მღეროდნენ ყველა სიმღერას, არაფერი არ ჩაწერეს. არ არის შემორჩენილი. და რუსულად რო იყო ან ქართულად, მაგრამ ჯაზი იყო ამ. არა, ერთხელ ვიმღერე ეს ლიზა და ძალიან ცუდად ვარ. ესე იგი, ისეთი სვინგი უნდა იყოს და ისეთი იმდენი სიტყვები მომაყარეს, რომ იქ სვინგი კი არ იყო რაღაც გაუბედურებული მღერი ვარ, აი ეგ თქვენ ფიფიდაში. Для тебя не преград, не помех, чтобы творить чудеса надо мною, сделать меня красивее всех, радостней всех под этой луною. Можешь весь мир движением одним или одним лишь зовущим взглядом мне подарить и поднять над ним, чтобы оказалось я солнцем рядом. ქალტუნგები ენას აქვს მნიშვნელობა, ხო, რომ თქვენ თვითონ რომ ინგლისურად უნდა იყოს? აბარა. თქვენ ასე კარგად ინგლისური აბსოლუტურად არ ვიცი. როგორ არის? მაგრამ ვილისკან მოვერმა თქვა, ვიზა ნიუ-იორკ, это ნიუ-იორკ, как вы поёте? მაგა არიცით ენა? Ну, ესე რა. მაგრამ აი გამოთქმა რო გაქვთ? გამოთქმაც მაქვს და ყველაფერს ვიგებ, ყოველ სიტყვასაც ალკე ვიგებ, როდესაც ვღერიან ამერიკელები, აბსოლუტურად აზებენ, მაგრამ ეს რა არის, არ ვიცი. მაგრამ იმახსოვრებთ. ყველაფერი, აბსოლუტურად ვიმღერებ ორ სიმღერას ამერიკულს. და ამერიკაში რო იყავით? ნუ, ამერიკაში სხვადასხვა დავიწყე საუბარი. რატო იცით? იქ ვიყავი 10 თვე. 10 თვე რო ისმენ ღმუილი ასე ვთქვათ, მე თქვი, კაცო, 1-2 ქართული სიტყვა მაინც გავიგო. არ შემეძლო ტელევიზორში, ქუჩაში, სახლში, გამოფენაზე სულ ინგლისურად და მე ავლაპარაკდი. რო ჩამოვედი, აქ ერთი სიტყვაც არ მახსოვდა. დრო ქართულია. ქართული მიყვარს რა, საქართველოს მიყვარს. ქართული გიყვართ, საქართველოს გიყვართ, ხო? მაინც თვლით რომ ქართულად ჯაზის სიმღერა ძნელია, მაგრამ არ ვიცი, იმიტომ რომ ალბათ ერთ სიტყვაში ვერ გამოთქვავი დრამატურგიას, ესე იგი უნდა მოგაყარონ სიტყვები და იმ სიტყვებს ხო უნდა სვინგი და დრაივი რაღაცა. ასეთი ასოები რო არ უხდება ჯაზს? არა, უხდება თუ
ამას არ გაამახვილებ. აი მაგალითად ქართული სიმღერები ხო ვიმღერე იქ ხო სვინგი მაქვს და იქ ხო ვტეხავ მე აქცენტებს ქართულ იმაში. ეს არ მოწონდათ ალბათ. არ მოწონდათ, იმიტომ რომ გოგიც ცაბაძემ დედას უთხრა. ოპერეტა მოიტანა მოსკომედიაში დედა ხო იქ მუშაობდა და წამოდიო ბაღში დავждეთ რაღაც უნდა გითხრათ მოსკომედის ბაღი. რა იყო ელიკო ესეთი იყო რა და იუმორის პატრონი და ხო გაცენა ჩემი და აი ეს რა გინდა ბიჭო და რა მინდა კაცო და გააჩერე შირი გოგო რა სამღერისო მელოდია არ არისო რაღაცეებს აპატყუფებს მღერისო ელიკომ წარბეაცია და უთხრა გოგი შენ გაიზდებიო და just too darn hot. It's too darn hot. I'd light the cup with my baby tonight. Refill the cup with my baby tonight. I'd light the sap with my baby tonight. Refill the cup with my baby tonight. But I belong with my baby tonight, 'cause it's too darn hot. It's too darn hot. It's too darn hot. I'd like to cool with my baby tonight. And first of all, with my baby tonight. I'd like to cool with my baby tonight. And first of all, with my baby tonight. Brother, you'll find my baby tonight, 'cause it's too darn hot. I'm calling to the dangerous boss, every man you know. Must be first. Aigo. მე რა ყამოვიდა ჯაზ ფესტივალზე და ჩამეხუტა და ყურში უთხარ როგორ იყო რომ უთხარი გაჭერდიო. გაჩუნდიო. მე უკვე უნდა მეთქვა, მაგრამ ხა გოგი უკვე იყო. გოგი და რაღაცა და არ შეიძლებოდა ესე იგი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს გოგი საერთოდ. მიყვარდა. ქართველი კომპოზიტორები წერდნენ? ესე იგი, მე მაქვს თელი სია, სამწუხაროდ აი იქით ოთახშია. ყველა ქართველი კომპოზიტორი თითო სიმღერა მე ნამღერი მაქვს. ჩემთვის დაწერილი. აი მაგალითად გპ-ში რომ მღეროდი მე სოსო ტოღუშმა და კოტე პეზნერმა და ეს ჩავაკრესანტელი გამომივარდა ახლა გურამ ზვანელი ახალგაზრდა კვარტეტში მღეროდა და დაუკრა და მეთქვა ვიმღერებ, გააკეთე სულ არანჟირება და ვიმღერე, მაგრამ მე დამავიწყდა ეს სიმღერა საერთოდ. იმიტომ რომ პატარა ფიფიტებზე იყო ხოლმე გამოსვლიდა. ოთახში ბნელოდა დაგული გელოდა ეხლა რომ ესე იგი მოძებნა ნიამ ბახტაძემ ამოქექა მთელი ჩემი რეპერტუარი ყველაფერი და კაცო შენახარ პირველი მომღერალი პირველი შემსრულებელი თურმე უნახე სოსუტოვოში უკრავს მასე საკვირზე ეს არანჟიროვკა შენ როგორ მღერი ხარო და საერთოდ სხვანაირად მღერი ხარ და ნანის მეუწყნესო და ნანი მიმღერა პირველად ესია გახმაურებული და როგორ იქნებოდა გპ-შიო ნანი მე მოვიდა უშეხო პირველი იყავიო და როგორ ხდება ესა მანე ნანი მე იმღერა თუ შენ იმღერე ხო და შენ იმღერე პირველი მაგრამ შენო ყველა ამბობს რომ ეს პირველი ნამღერია მაგას რა მნიშვნელობა აქვს მე ვიმღერე ის სხვანაირად და
Valise Buscones armomusa Tata resa Rossio Mine vaze Mgonia mosucha Da Valisho turano stiro di lizi Egam hovoče venga vesami Egam hovoče venevici ზეგიტ არ მომბადავდა იბა სულ სხვა ორგანიზმი აქ და სულ სხვა გონება და სულ სხვა წარმოდგენა მუსიკაზე და საერთოდ ხო სულ სხვა ისა აქ რა ქვია ხმის ტემბრი და მე სულ სხვა ტიპი ვარ საერთოდ ხო როგორი ტიპი ხარ კიჟი და ჯაზი იყო თქვენთვის ემოციური ვარ ძალიან აი როგორი ტრაგედია დამატყდა მე თავზე ხო სამი თვე ვიყავი ჩაკეტილი არც ტელეფონი არც არავინ არ მოხვიდეთ და საერთოდ ხმა არ გამწევ ხო დინარას გულისხმობ და მე ბოლოს არც არაფერი მაგრამ პირველი დღიდანვე მე ჩავრთე ჯაზი აი რო გავიგე ეს ამბავი იმიტომ რომ ჩემი შვილი იყო ჯაზმენი არაჩვეულებრივად მღეროდა თუ გახსოვთ ფესტივალზე ერთად რო ვიმღეროთ ჩვენ სვინგი და ეს სკეტი და წერები და ძალიან მაგარი გოგო, ჩემზე მაგარი იყო რა, მაგრამ არ ვიცი შეეშინდა თუ არ უნდა რომ მე დავეჩვდილე თუ რა იყო, არ წავიდა სცენაზე. მე მახსოვს კომპლექსია ეგა. არა, კომპლექსი არ ქონდა. რატო მეცქიდა? იმიტომ რომ მე ჩემი ბიჭი მე თვითონ უნდა გავზარდო ჯერ ეგერთი. სულ მენატრებოდიო, დედიკო და სულ სადღაცა იყავიო. მე არ მინდა რომ ჩემი გიორგიო დაიტანჯოს. მე სადმე ვიწანწალო გიორგის ხო აწავიყვანო მეო. მართლაც გასანდა არაჩვეულებრივი. ეგ რო გითხრათ მე მაინც დანაშაულის განსაკუთრებით. დანაშაული არა, რა დანაშაული, ესე იგი მე უფალმა მომცა იმდენი საშუალება ისეთი ნიჭი გამოამჟღავნა. მე არა მაქვს უფლება დღესაც. დღეს მე უნდა დაუბრუნდე სცენაზე. აუცილებლად. მე უნდა ვიმღერო დღეს. ვერ გავიგებერ მიუხდირას მიმზადებს რა მომენტს დამება თუ სიხარული ვერ გავიგებერ მიუხდირას მიმზადებს რა მომენტს დამება თუ სიხარული ჩემო კარგო შენ გენაცვალე რატო მაწვალე Meshens na toilets, shens la mas toilets. Tasra na lesti ari, okroskive visicili, tusheni, toaletis cimcili. ამერიკაში რო ჩავდივარხო მე იქ ჩემი მუსიკოსები არიან ხო უკვე ამერიკელები ჩანგი თუ გახსოვთ ჩემი ბიგ ბენდი ჩანგი ხო გახსოვთ ყველა ამერიკაში წავიდა სულ ყველა ამერიკელი იმიტომ რომ ისინი სულ ყველა იყვნენ ლენინგრადელები ესე იგი პეტერბურგელები მაგარი მუსიკოსები და 74 წელს ეს ებრაელობა თითქმის ებრაელები იყვნენ ეს ბავშვები და წავიდნენ გაიქცნენ და მე რო ჩავდივარ ხოლმე ხა ვინც ცოცხალი დარჩა და ვინც უკრავს უკვე პროფესიონალებთან წავალთ ხოლმე დაიწყდავში და იქ თქვენ შეგიძლიათ თუ გინდათ ახვიდეთ და იმღერო ბრუკლინში ჩავდიოდი იმიტომ რომ იქ ჯაზის ის არის სკოლა არის და ეს მაინტერესებდა ახალგაზრდები როგორ უკრავენ როგორ მღერიან ეს საინტერესო იყო ძალიან და შეხვედრები მქონდა იქ ახალგაზრდებთან და რასაკვირველი თარჯიმანი მე ხანდახან რაღაცას ვიტყოდი ხოლმე ინგლისურად და ტაშები იყო და რაღაცები და რო გაიგეს რომ მე პირველი ჯაზმენი ვარ საბჭოთა კავშირის რომელიც საერთოდ ეზიზღებოდა საერთოდ ამერიკა და იმის ყველაფერი
ხო და იყო თელი ამბავი. როგორ მოხვედით? როგორ შეგიყვარდათ ჯაზი? მაინც დედა მუსიკომედიაში მუშაობდა. დედა ალტ საქსოფონზე უკრავდა. მე მოვძებნის სურათს დაგაჩვენებთ. ხო. ჭირავს ეს სარდელი. ხო და ჯაზმენი იყო. დაბადებით ჯაზმენი იყო. ჩუმად უსმენდა რაღაცები გაუკეთესი მოკლე ისა ჩართვა რადიოში არ შეიძლებოდა და ხო და მე ჩამირთო ერთხელაც გოლოს ამერიკი უინსკონ ოპერი და ანუ იქ გოლოს ამერიკით უსმენდით. ჩუმად უსმენდით მე მეზობლები ხაჯები ხო იცით სვანეთის უბანში ცხოვრობდით ჩვენ. აჰა შეიძლება დაესმინეთ. ჩვენს მეტი ყველა ქურდები იყვნენ და ბანდიტები. ჩვენი კარები არ იკეტებოდა. ჩვენ ვიყავით მარტო არტისტები ასე ვთქვათ. როგორი ურთიერთობა გქონდათ მაგ ხალხს? ვისთან? გადასარე ხელზე კოცნა და გამარჯვებათ, აბა რა თქვი ფუდების მოხდა და გიждდებოდნენ დედაჩემზე ჯერ სუმოსკომებიაში იყვნენ. ხო და ნუ რა ვიცი ხა ჩვენ არაფერი არ მოუპარია ჩვენთვის და ჩვენ ჩაცმულები და ესეთი ძალიან ის ხო სტადიელი. მე მინდა ვთქვა ის რომ მე ვარ პლეხანოველი საერთოდ. აი ეს მინდა ვთქვა. პლეხანოვი იყო კულტურის ცენტრი. აქ ცხოვრობდა ძალიან საინტერესო მხატვრები, მომღერლები, მუსიკოსები. ერთმანეთს ხვდებოდით ძალიან დიდი ენთუზიაზმით. თითქმის ერთმანეთი გავზარდეთ ჩვენ როგორც მსახიობებმა, მუსიკოსებმა. მინდა დავასახელო ესეთი მომღერალი და კომპოზიტორი ეთერი ჭელიძე. მედიკოსი ხარულიძე, რომელიც მონაწილეობდა ტრიოში. მე რა უნდა გითხრათ, მარჯანიშვილზე ვცხოვრობდით ჩვენ კიროჩზე, ასე ვთქვათ, როგორ ეძახდნენ მაშინ პლეხანოველები. ხო და იქ ერთი კედელი ჰქონდა მე და მედია სიხარულიძეს და თითქმის ყოველ საღამო ვიკრიფებოდით აივნიდან აივანზე გადავიდოდით ხოლმე, რადგან ჩვენთან მოვიდოდა ხოლმე ინოლა გურგულია და მე ვთვლი რომ ინოლა არის პლეხანოველი ქალი. იმიტომ რომ სულ ჩვენ ერთად ვიყავით, ესე იგი მთელი ახალგაზრდობა, ასე ვთქვათ. მღეროდით და უსმენდით და მე ჯაზმენი ვიყავი, ეხლა ინოლა ქართულ სტილში სწერდა, მაგრამ მაინც იქ რაღაც სვინგიც იყო, ჯაზიც და რაღაც ერთმანეთს უგებდით. ეხლა რაც შეეხება ჩემ ოჯახს, ესე იგი დედაჩემი ელენე ჩოხელი, ალბათ ყველა მიცით, იყო ძალიან მუსიკალური ქალი. ხო და იმ დროს პოპულარული ქეთო ჯაფარიძე მოდიოდა ხოლმე დედასთან, ამხანაგი იყო. მერი შილდელი 12 წლის ვიყავი, როდესაც დედა მითხრა რომ ჩემთან ამხანაგი მოვაო, მომღერალიო და აი შენ რომ ღერი ხარ რაღაცებს და რაღაცები რო გინდაო, მოგისმინოსო და თუ იტყვისო რომ შენ მომღერალი შეიძლება რომ გამოხვიდეო, აი მაშინ გაგიშვებ მე ესტრადაზეო. თუ არა და ამოირჩიე სხვა პროფესიაო კიდე ჩემ ოჯახში არიან ექიმებიც. ხო და ქალბატონი მე მოვიდა ჩვენთან და რო შემოვიდა გამიკვირდა, ისეთი დიდი ქალი იყო და ჩვენ პატარა ბინა ქონდა მაშინ. და რაღაც ვღელავდი ძალიან, იცით? მე მოცუცქნული ვიყავი, პატარა გამხდარი და დავჯექი, რასაკვირველია ძალიან თამამი ვიყავი ინსტრუმენტთან და საერთოდ როდესაც ვიწყებდი სიმღერას და დავიწყე ჩემი რეპერტუარის ასე ვთქვათ დემონსტრირება. ხო და სიჩუმე იყო რაღაც ხმას არ იღებდნენ და მე მოვტრიალდი და ვთქვი მე მეტი აღარაფერი არ ვიცი მეთქი და ტაში დამიგრეს და მე თქვა პირდაპირ ესტრადაზე შეგიძლია გავუშვაო. და იმის შემდეგ გავთამამდი. ეს იყო 50-იანი წლების ბოლო 60-იანი წლების დასაწყისი. არა, ეს იყო მე დავიწყე სიმღერა პროფესიონალურ სცენაზე 53 წელს. ანუ სტალინი გარდაიცვალა და რაღაცა იცვლებოდა მაშინ. ხო, გაიხსნა ფორტოჩკა. ხო, ცოტა გაიხსნა, ხო, ნამდვილად გაიხსნა. იმის მინდა მოგიყვეთ სტალინის ფესტივალზე რა ამბავი 67 წელს. ну წავედით ახლა მივგვიწვეს და წავედით მე და ჩემი ბორისი და ბორისის ტრიო. წავედით და ახლა დარბაზში უნდა მივიდეთ საღამოს და სადღაც 5-6 საათია. სპორტხალში იყო ეს ყველაფერი მოთხრობილი და რას ვხედავთ? გარეთ არიან ეს ჩარლზ ლოიდი, ეს მისი ბენდი. მთელი მუსიკოსები ლენინგრადის დიქსილენდი, ეს ნუ ყველა მთელი საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ, მოგროვილი ჯაზმენები და გახარებულები რომ ფესტივალია და შეგვიძლია დაუკრათ ჯაზი. ხო და გავსულელდით და ეს ჯაზ კლუბის ხელმძღვანელი დარბის ეს პატარა კაცი იყო, თაგვირითი ხანიკ მივა, მე გაიქცევა და არ ფიშვებენ იმაში დარბაზში. და ბორის მალმერე გაიგორაში იყო საქმე და რა შეუცი საქმეო? ჩარლზ ლოიდიო არ შედისო
დარბაზში, იმიტომ რომ უთხრესო რომ ჩვენ ამერიკულ დროშას ვერ დავკიდებთ. ეხლა ეს კაცი დარბის თურმე რეკავს მოსკოვში, რომ აი ესეთი მდგომარეობა ისა და მაშინ იყო, არ ვიცი, ვინ იყო მაშინ, აღარ მახსოვს. 67-ში უკვე ბრეჟნევი იყო. არა. კი, 64-ში. არა, კგბ-ს. კგბ რა ქვია, 6 თვე რო იყო და მე მოხსნეს. კოლექციონერი იყო ჯაზის ის თვითონ. ანდროპოვს უყვარდა ჯაზი. ხო და ანდროპოვს ურეკავენ ახლა და რა ვქნათ და მორბის გახარებული და შედით დარბაზშიო. რა არის ყველა და მანამდე წვიმა დაიწყო. ხო და ესენი ამერიკელები, ეს ჩარლზ ლოიდი, ეს მუსიკოსები, იქ რაღაც კალათბურთის ის იყო, რა ქვია, ჩამოკიდული და თამაშობენ იმას, რა ქვია. კალათბურთს. წვიმს, თელიას ინსტრუმენტები არის გარეთ, წარმოიდგინეთ და მოკლედ შევედით. ეს მაყურებელი ხო მოგროვდა ამდენი მაყურებელი და შეგვიშვეს და ასწიეს ეს ამერიკული დროშა. ანდროპოვმა მისცა. ასე იგი. აი ესე ვიყავით დამოკიდებული რუსებზე, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენი მშობელი იყო რუსეთი. სადაც გაგაგზავნიდა, სადაც გიკრავდა თავს, იქ უნდა წასულიყო. თბილისში ხო მეტი თავისუფლება იყო, თუ არა? აი იგივე ჯაზ ფესტივალი რო ახსენე. ისეთი დირექტორი ფილარმონიის? ხო, მე რო არ მინდა ხარ თქვა, ნათელში იყო ეს გუგული ყიფიანი. მოვიდო და საფრანგეთში იკერავდა კოსტუმებს, ესეთი დიდი შლაპებით, კაი კაცი იყო, ლამაზი კაცი. ხო და შემოვიდო და რეპეტიციაზე და მე ვახურებდი რაღაცას და ქართულად. გავგიჟდით ქართულად, სულ ქართულად უნდა რომ ემღერა. ეგრე ხო არ შეიძლებოდა ჩვენ ჯაზმენები ვიყავი. აი მე რას ვფიქრობ, იცით გოი? აი მე ქართულ სიმღერებში რო შევედი სვინგში და ეს არ მოხდებოდა თუ ჯაზი არ იყო აქტუალური. მე ვეძებდი გამოსავალს ეთყობაში ნაკნად. რა თქმა უნდა, შინაგდად და იმიტომ მივაწექი აი ამ სიმღერას. ასე რუსულშიც? რუსულშიც ხო? ხო, რუსულშიც. მაგრამ აი ჯაზ ფესტივალი მაინც მოეწყო მე ეს. ეს გაიოს დამსახურება. ის რომ მოვიდა ჩვენ ამოვისუნთქეთ. ხო. და წინააღმდეგობა ქონდა ნეტა თუ არა? ხო, მთავრობისგან. არა, ანუ მაინც მოახერხა ეს. არა, ჩვენ უკვე ისე მყარად ვიყავით, რომ უკვე ვეღარავინ ვერაფერს ვერ. ჩვენ ვინ საქართველოსდან კიდე მონაწილეობდა ბევრი თქვენს გარდა სხვები. თათოს ყურაშვილი იყო ჩვენ. ქართულ ჯაზზე რას იტყოდით? არაფერს. არ გიყვართ, არ მოგხსენით. კი არ მიყვარს რა არის იცით, აი ხა თქვენ მოისმენთ ჩემ ფირფიტაზე ძველ სიმღერებს, იქ სადაც უნდათ რომ ჯაზი დაუკრან, ეს არანჟირობა ჯაზური ასე ვთქვათ. ხო და როგორ არის იცით? და აი ესე შედიან. და სვინგში. გული გამისხდა. ესე ნიკაკუი კულტურა. და რო ბაძავენ კიდე თქვა და ელა ფიჯერალდს ვიღაცას ოპერებას რასაკეთებენ ეს? რატო არ აძლევენ უფლებას, რომ თავისი რაღაცა მოიტანონ? ეხლა მე ელას რეპერტუარი ვიმღერე იქ დანში და ყველგან და ვილნის კადომერო ხო გადმოსცა იქიდან, ამერიკიდან ჩემი სამი ისა რა ქვია სიმღერა და ესე იგი საერთოდ რა მითხრა იცით? ჭირის ბარისა, იმიტომ რომ ბორამ იცოდა კარგად ინგლისურად და ისაო ღერისო ელას რეპერტუარსო, მაგრამ გეულიაო ეს. ევოტეთ გრცენა. იმიტომ რომ ჩემი ის არ შეიძლებოდა რა, მე ვარ და როგორ გავაკეთო მე ზანგის ვარიანტი, როგორ. ნუ რაღაც ტემბრი გავდა ელას რაღაც ნიუანსებში. ისე თქვენ ტემბრზეც ამობენ რომ ზანგების ტემბრის გავს. აი ის მე რა მითხრეს იცით გუსტავ ბროუთან რომ ვითანამშრომლე ფირფიტა სუპრაფონი და ფილმი და ყველაფერი, როდესაც მე ვიმღერე წამოვალ ქართული ისა, იქ არის ისეთი რეგისტრი რომ მე კი ვარცეტია რაღაც ლამაზი და მე ჩავდივარ ცირს და რომ დამთავრდა ეს ყველაფერი და იქიდან მესმის ჩაწერის იმიდან რომ слушайте, вы же сарамон. მე ვთქვი აგიული ჩოხელი. იმედის ბორდებზე ეკონარ მოგიძნი მოგიტან
ზამთარში გაზაფხულს მოვიყვან ყველაფერს აგიხსნი თავიდან და მათ შენს დადიწყებულ სიზმრე აი ეს კონცერტები, ეს სიმღერები რო ნახეთ ჩანაწერები, ძალიან ხშირია იქ ცეკვები, ბალეტი, დეკორაციები, აი ფირები რაც შემორჩა, ხო? თქვენთან ერთად კორდე ბალეტი ცეკვა, ხო, კოსტიუმებში და რაღაცეები, ხო. მოგწონდათ ეხა? ეხ დღეს არ მოგწონდა. არ მოგწონდა. რატო არ მომწონდა, იცით? არ იყო ის სტილი, არ იყო რაც მე მინდოდა, მაგრამ ისინი იყვნენ პოპულარულები. მთელი საბჭოთა კავშირი დასუკრავდა აი ამ ანსამბლს. იმიტომ მოიყვანეს ასე ვთქვათ პაპირი მცეს მე. ხო, როგორც დეკორაცია. ხო, როგორც დეკორაცია, ხო. Give it up. Oh yeah, 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 yeah. Those who want it was my love life. Those who want it is my days and nights. Those who want it keep my world around. Those who want it never lets me down. Those who want it I'm thinking of. Those who want it I can't take anymore. Those who want it I'm yearning for. Those who want can't take anymore. Give it up. Ooh yeah. Give it up. Ooh yeah, 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 yeah. Give it up. Ooh yeah. Give it up. Ooh yeah, 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 yeah. ეს არ მომწონდა. და მეც რაღაცა იმას ვიწყებდი. ცეკვავდით. ხო, რატო იცით რაღაც ხო შეიძლება ხესავი დამდგარიყავი, ხო? ხო. საერთოდ მე მინდა ერთი რაღაც გითხრა. აი. ეხლა ჯაზი, ხო? ჯაზი. დღეს ეს სიმღერიან. როგორ შეიძლება ეს სიმღერა? შეიძლება ესე? არ ვიცი, არა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ელა ფიჯერალდი ეგეთ რაღაცებს აკეთებს ხალხო? მაგრამ თქვენ ცეკვავთ. ხო ხართ პლასტიკური? არა, მე როგორ ვარ მოძრაობა. აუცილებლად მე. ონეგრე არა. არა. მე მაგალითად რას გეტყვით, იცით? აი აქ რო ჩავთავ ხოლმე მე სახლში სარკესთან ცეკვავ. იმიტომ რომ მე კარგ ხასიათზე მინდა მოვიდე. ხო? თუ ვითაც სცენაზეც ვიცეკვებ. თუ ტაშდან მიკრავთ და ჩართავთ კაი მუსიკას, ვიცეკვებ. მაგრამ თქვენ თქვით რომ პუბლიკაზეა დამოკიდებულიო, ხო? როგორი პუბლიკა? ყველაფერი დამოკიდებული. ანუ კარგი დარბაზი გქონდათ, ცუდი დარბაზი გქონდათ, ცუდი დარბაზი როცა იყო. და არა, მე არქიტექტურას არ გულისხმობ, ხალხს გულისხმობ. გავდივარ. მე უკვე ვიცი რა უნდა ვიმღერო, იმიტომ რომ იცით მოვა იქ. როგორი მსმენელი იქნება, არ იცით. მე გარ ვიცი. რო არ მოგეწონათ მსმენელი, აი რომ დაინახოთ, რომ ამათ აი როგორც თქვენ განასახიერეთ, ის უნდა. არა, რა, ხო ის უნდა, მე პირიქით ჯაზს ვაძლევ. ჯაზს ვაძლევ მე. სხვათა შორის აი ეს მაგადანში რო ვიყავით ჩვენ. მაგადანში ვიყავი მე როზნერთან ერთად. და ციხეში მივეცით ჩვენ პატარა კონცერტი. და მოვიდა კაცი და უთხრა ედი, გახსოვთ ჩვენ ერთად რო ვიჯექითო. ერთ კამერაში ესე იგი ის კაცი მოვიდა. იცით რა ამბავი იყო? ესპრესა არ ვიცი სად არის, დაიკარგა ესპრესა. მაშინ ხო. მაგრამ დიდ დარბაზშიც გიმღერიათ, სოპოტი მაგალითად? არა, სოპოტში ახლა გეტყვით, რეპეტიციაზე რომ ადგა ორკესტრი და
სვიჩოკებზე ესე ტაში და უკრა ასე ვთქვათ, რომ იციან ხოლმე მუსიკოსებმა. აი მან მომცა ტალჩოკი. ვიფიქრე რომ მოორჩა და გათავდა, ჩოხელი მიდი. ხო და ჩემი ქმარით იტყოდა ხოლმე. ნუ დავაი. ჩოხელი დავაი, აი ესე მეტყოდა ხოლმე და ეს იყო ჩემთვის რა იცით, მათრახი. აი ესე თითქოს შემომკრავდა და всё, მე წავედი სცენაზე. სცენა ჩემთვის არის სახლი, ჩემი სახლი, აი ჩემი ყველაფერი. სცენა. მღელავ, ძალიან მღელავ. მაგრამ როგორც კი შევალ ეს უკვე ჩემი სახლი. გენატრებათ სცენა. სცენა იმდენად არ მენატრება, რატომ იცით? მე არ ვიცი როგორ ვიმღერებ. მე არ ვიცი როგორ ვიმღერებ. შეიძლება საერთოდ გამოვიდე სცენაზე და უარი ვთქვა და წავიდე. ესეც შეიძლება მოხდეს. ასეთი ხასიათი რო გაქვს, შეიძლება მაგიტომ 30 წელი თქვით, ხო? 30 წელი დავიწყებული ყავდა. შეიძლება ეშინიათ თქვენი. ყველაფერი მოსალოდნელია მისგანო. ვულკანიაო, ხო? ხო, აბა. არა, ვულკანი. ეხლა წარმოიდგინეთ, დაგაფინანსო კონცერტი მოამზადო, თქვენ გამოხვიდეთ სცენაზე და თქვით რომ იცი რა, აი დღეს მე არ მინდა სიმღერა. შეიძლება ეგ მოხდეს, მაგრამ მაგას მე არ ვისაო. პრინციპში ჯაზი ამდენს ვამბობთ, მარტო ჯაზს ხო არ მღეროდით, ხო იყო ეგრეთწოდებული პაპსა. პაპსას საცეკვაო მუსიკა თუ არა? არა, პაპსას არა. მე სიმღერაში უნდა მქონდეს დრამატურგია. აი მაშინ არის ეს ჩემი მუსიკალურ დრამატურგიას გულისხმობ თუ ლექსებსაც გულისხმობ? მე ხო მაგას მიყვები ყოველთვის, ხო, ლექსი უნდა თქვა მე. ეხლა დღეს რომ მღერიან და მე რომ მგონია რომ ჩინელი მღერის ან ვიღაცა მღერის თურმე ქართულია. რაღაც מחვილებია შეცვლილი თუ რა არის. სიყვარულზეა ეს ლექსები? მე სიყვარულზე მღერი. როგორი სიყვარული არის? ტრაგიკული. ასაკვირველია. და მარტოობა ძალიან ბევრი არის ამ სიმღერებში, ხო? კარგია, მე ვირჩევ მარტოობას. აირჩიეთ მარტოობა. არაჩვეულებრივია მარტოობა, იმიტომ რომ მე ჩემთან რა მაქვს, იცით, ლექსებს წერ. არ ვიცი თქვენ თუ საიტი ნახეთ. დიახ. თუ რამე გადამხდა, თუ რამეს გრძნობ დღეს, გინდათ პოლიტიკა იყოს, გინდათ იყოს მე პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვერკვევი, მაგრამ მე ხომ აქ რაღაცა გრძნობა უცებ. რაღაც გამიკვირდება რაღაცა ხო? იმ წუთში ვждები აი ამ რგვალმაგიდასთან და ხელი არ ჩერდება. აი მე მაგალითად ხანდახან მე თუ მაქვს საშუალება ერთ ლექსს წავიკითხა. კი ბატონო, რა თქმა უნდა. იყო თამარ მეფის წელი გამოცხადებული და აქ არის რაღაცა არეულობა იყო, რაღაც გაურკვევლობა, ვერ მომდიოდი აზრზე რა ხდება. იმიტომ რომ მე ავირჩიე თბილისი, მე აქ უნდა დავამთავრო ჩემი სიცოცხლე ცხოვრება და ჩემი ყველაფერი თუ რამე მაქვს რუსეთში მე ფეხის დამდგმელი არა ვარ. საერთოდ არასდროს 1991 წლიდან რუსეთი ჩემთვის არ არსებობს. საბჭოთა კავშირიც მაშინ დაინგრა. ხო, მაგრამ მე არ მაინტერესებს ეს ქვეყანა.
ხო და ხო რას ამბობდი რაზე ხა გადავხდი ხო და უცებ წამოვიდა რაღაც აი როგორც სიმღერის დროს რო წამოვა რაღაცა გესმით რაღაცა და ავიმღურია და დავჭექი და დავწერე ლექსი კი არა მე დავწერე მეფე თამარის მონოლოგი ეს იქნება ტრაგიკული ლექსი მაგრამ გამოსხივებაც იქნება როგორც ვიცი ხოლმე მე საერთოდ წინაპრის ანდერძს ქარცეცხლი ქვიან სახეში ნასროლი ტყუების კვამი ვლოცულობ კოლხეთის გადასარჩენად რომ არ დაბრუნდეს ღალატის შამი ძველ ნანგრევებში დაწრწის თამარი ჭაღრად მაში ვარდი დამჭკნარა წარსულ დიდებას ვერ დაიბრუნებს მტერმა დასტოვა გლავისამარი გალბერტო თამარი რატომ დაწრწი ხარ ცოცხალი ხარ თუ აჭრდილი შენი ეპოქა აღარ არსებობს შემოგეხია მეფის მანდილი მე არც დაგწვეთებ დაკარგულ გვირგვინს მძიმე ჟამს დავდე მშვიდობის ფიცი მე ჩემს მონოლოგს არ ვღალატებ მე ქართველი ვარ ეს ყველა ვიცის არ უშინდები არც ერთ ეპოქას მშვიდობას ყველგან მე დავამყარებ ჩემი აჭრდილი მსოფლიოს წუდება და ჩემს მონოლოგს მათ მივამარებ სადა მშვიდდება დასრდიან შვილებს მშვიდობის ჟამი კვლავ დაბრუნდება წინაპრის ანდერძს დახევს გადაღრის და ახალ ცხოვრებას დაუბრუნდება ჩემი აჭრდილი კოლხეთს აკუთხებს ქრისტიანობას უდგავარ ფარად ვლოცულობ სოფლიოს გადასარჩენად ქრისტიანულად იცხოვროს სოფლიოს ტრაგიკულ ქვაბენილებზე დაჩოქილი გუნდი ავე მარიას სიმღერებს დაუბულ გმირებს პატივს მიაგებს და ჩემს მონოლოგს არ დაიწყებს სადა მშვიდდება დასრდიან შვილებს მშვიდობის ჟამი კვლავ დაბრუნდება წინაპრის ანდერძს დახევს და გადაყრის ახალ ცხოვრებას დაუბრუნდება ვიცი გამიგებს შთამომავალი რწმენა შვილია ღმერთთან მავალი რომელი წელი იყო ეგა? რა წელი ეს ეხლა? არა, რომელ წელს დაწერეთ? 14-ში. მე 4 წელია რაც ვწერ. რატომ დამოვიდა ეს ლექსები იცით? ჩემი გამოფენა იყო მერაბ ბერძენიშვილის მუზაში. ისეთი გახარებული ვიყავი სამი ტელევიზია ეს მაყურებელი ესე იგი უკვე დავიჯერე მე რომ ეს მართალია ამერიკაში სოხოში მქონდა მე გამოფენა და 100 ნამუშევარი გვაჩოქე გამოფენის იმას რა ქვია დარბაზის პატრონი აი ეს პარკები ხო იქ გაგიჟდა ხალხი ნამდვილად უკვე დარბაზებიდან ყველა ჩემთან მოდიოდა იმიტომ რომ ახლოს ისე ვერ ხო და იქ დავტოვე მე 100 ნამუშევარი. მე რა ჩამოვედი დავიწყე აქ ისევ და გადავწყვიტე რომ გამოფენა. და მერაბმა დაგვითმოეს არავითარი გადასახადი. დღეს როდესაც კაცი ხელს არ ჩამოგართმევს თუ ფული არ აქვს, ამ კაცმა აი ეს დარბაზი დამითმო 10 დღე. ხო და გავიღვიწე დილას ხალათში პირდაუბანელი და ვეცებ ქაღალდს ვეცებ აცი არა ვარ საიდან მოდის და დავიწყე ლექსების წერა. მიუძღვენი ამ ჩემ გამოფენას და ყოველ დღე იწერებოდა 2-3 ლექსი და მაქვს დღეს 350 ლექსი. და სულ გინდათ რომ ვინმეს წაუკითხოთ? თუ არა? აბარა. და რა შევით ხოლმე ტელეფონზე ურეკავთ მეგობრებს? აი რომ დაიწერება ურეკავ ხოლმე ასები და ხო უნდა ვიღაცა მოისმინოს.
არ შემიძლია. და ხალხი მოდის, სტუმრები ყავთ. მე ხო არ უშვებ არავის. არ უშვებ? არა, ჩვენ შემოგვიშვებ? არა, თქვენ ახლა საინტერესო ხალხი. არ უშვებთ? არავის, რატო იცით, არ მიყვარს ჭორაობა და ეროზი ხარ და რაღაც და ეს ქალური ვარიანტები და სადამ აქ მაგის დრო. ასურვილი. ხო, აი რა ხდება რეალურად ცხოვრებაში? რეალურად არის რა. მუსიკას მუსიკა ხო საერთოდ ჩართული არის. ხო. აი ჩემი პატარა ქუთვინა ამას უნდა დავბანო პირი. ამას უნდა ვაჭამო სასწრაფოდ. უნდა გასიჯო წყალი აქვს თუ არა, იმ დროს ეს არის ჩემი არსება. ეხლა ჯენი ჩადი კენეცვალი. ხო, თუ აქვს საჭმელი, თუ არა აქვს საჭმელი, ამას ეს არის ჩემი ყველაფერი. ამას რომ მოვჩები, შემდეგ გული ჩემ თავს. ნუ ეხლა ხო არ დავიწყებ რას ვაკეთებ. არა, ხო. ხო, ეხლა რას ვფიქრობ? წნება უნდა გავიზომო, იმიტომ რომ მე ძინას შემდეგ ძალიან ცუდად ამაქვს საქმე. აი იქ არის ჩემი წამლების ისა თუ გადაიღებს, კარგი იქნება. აი იქ მთელი ყუთები რამდენი 13 წამალი უნდა დავლიო. რომ ვიყო ნორმაში. ხო და რო გავისინჯავ და ვთქვათ მაქვს 114 66-ზე მიხარია. მივდივარ და ყავას ვიხარშავ. თუ ყავა მიყვარს ძალიან. აი ყავის ისა. მე უცებ რაღაცა მინდა გესმის? რაღაცა ლექსი უნდა დაიწეროს. შემდეგ ხოლმე ვიმღერო მე კონცერტში. უჯდები იქ ჩემ მიკროფონს და იმასთან რამოდენიმე ფრაზას, ესე იგი სვავ ამას ყველაფერს და გაბრაზებული ვარ, იმიტომ ხასიათზე არა ვარ და ხმაც არ აღხერს და არ მინდა ჩამოვკიდე ამას ყველაფერს. ეხლა რა გავაკეთო? უბორკა გამიკეთებია, პილესოსი მიდის. შემდეგ ახლა უყურებ მაქვს თუ არა კარტოფილი, ხახვი, ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე ვარ პოვარი. მე ვარ რა ქვია ქართულად? მზარეული ვარ, ძალიან მაგარი. ეს იციან ჩემმა ამხანაგებმა. მე მიყვარს ძალიან მომზადება კერძის. ხო, აი დაპატიჟება არ გიყვართ მე? ხო, მაგრამ ეხლა ერთი წელი უნდა გავიდეს. რომ არ იყოს ეხლა. მე მაქვს ყველაფერი, კარგი ღვინოც მაქვს, კარგი არაყის, ყველაფერი. გიყვართ? არა, მე ხო არ ახსოვს საერთოდ. მოწევა? არ ეწეოდით არა? არა, დედა დამეღუპა მე სიგარეტის გამო ხო? ფილტვები დაიზიანა და ის. არა. ეს არის საშინელება, ჩვენთან არავინ არ უნდა მოწიოს არაფერი. ჯერ ერთი ნაკურთხი სახლია მე. იმამ არტისტები ეწევიან? ეწეოდნენ მე. თქვენ არა? არა. და საერთოდ არ გავდით აი როცა კოლეგებს როგორი გზნობა კოლეგებს მე იცით რა პრანჭია ხალხს ვერ ვიტან რა. პრანჭიაში რას გულისხმობთ? თქვენ ასე ლამაზად ხარ გამოწყობილი. თამაშობს იმას რაც არ არის. და ასეთი ბევრია. ძალიან. და ნაწყენი ხართ მათზე? აი არა. მე არ შემიძლია ნაწყენობა. იმიტომ რომ თქო იცით ამ არტისტულ საზოგადოებაში ერთმანეთს ჭამენ, შუთ. არა, თუ გემრიელები არიან, ჭამონ ერთმანეთს. მე არა. არა. ნუ აი ვიღაცას რომ იცით რატომ? კიდეც გითხრათ. მე მუშაობ და მღერი და საერთოდ უსმენ ჩემ თავს ძალიან კრიტიკულად. ესე იგი მე კონტროლში ვარ სულ იქ. და დარწმუნებული ვარ რომ ეს მუსიკა, რომელსაც მე ვაკეთებ, არის კარგი მუსიკოსის ეს რა ქვია, ნამღერიც და ეს არანჟირობაც შერჩეული და ეს ყველაფერი ტექსტი როგორ მივაწყოდებ თქვათ, რა ტემბრი გაუშვი, სადაც საჭირო იყო, სად მოვედი პიანოში და სად მოვედი ახლოს. მე პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვისაც უდესმე გული მატკინა. აი ეს სიმღერა თუ კიდათ მოისმინეთ მე ფილმიდაზე. იქ არის ხალხი ვიც მოისმინა, თუ შენ ამღერი ხარო? მე ვარ იქ სულ სხვა ადამიანი, იმიტომ რომ იქ მოდის ეს დრამატურგია, ეს ტრაგიკული ამბავი, რომელიც ეხება უბრალო ადამიანსაც, მუშასაც, დიდ არტისტსაც, სულ ყველას. ადამიანს ეხება ეს. მე პატიებას ვითხოვ გზავრისგან, რომელიც
ლოცვით ვერ გავაცილე ვინც მე შემეძლო გადამერჩინა და განსაცდელი ვერაფერი იმიტომ აი ეს კოპირებას ვაკეთებენ რა ქვია იმას ორი ერთ-ერთი რაღაცა არის ამისი წინააღმდეგი ვარ იმიტომ რომ მათ უბუჭდებათ გემოვნება პირადი შემოქმედება არ არსებობს აი თქვათ აიღოს ქართული ესტრადა აი როგორც მე ვიღებდი ხო აი რაც იმდენებს პირველწილს არა გენაცვალე იქ სად მიდიხარ იქ მე 7 ოქტავაში სად მიდიხარ არ არის ეგ საჭირო იმიტომ რომ შენი ტექსტი არის მის შენ რა სამღერი ხარ აზიარა ხარ როგორ ხსნით ამას იმით რომ ნიჭიერი ხალხი ცოტა ყავს თუ იმით რომ თავისუფალი ხალხი ცოტა ძალიან ნიჭიერები არიან და უკეტავენ შემოქმედებით გზას აი რომ თვითონ იპოვოს თავისთავი თავისთავი უნდა იპოვოს ეხლა ვარსკვლავი ერთი სიმღერა იმღერა და ვარსკვლავი ხარ ვარსკვლავი ჩვენი ვარსკვლავები და იჯერებენ ეს ბავშვები რომ ვარსკვლავები არიან ამ დროს გადის 4 წელი 10 წელი 50 წელი და კაცის შვილს არ ახსოვს ვინ იყო ის და რა იმღერა იმიტომ რომ ვერ იპოვა თავისთავი იბაცა გონა რომ უკვე ვარსკვლავია ზის 23 წლის ბიჭი და აი ჩემი შემოქმედება შემოქმედება ხალხო შემოქმედება ეხლა 80 წლის რო ვარ და რო გადავხედე მე ჩემ 200-მდე სიმღერას გესმის ნამღერ სხვადასხვა წლოვანების დროს და როგორ მიუდექი მე ტექსტს ან რა ხმა მქონდა ან რა ხო საინტერესოა ხო და შემიძლია რომ თქვა რომ მე ვარ მოღვაწე არ ვიცი ვარ მე აი დამეჯერეთ გოგი რომ მე დღეს არ ვიცი ვინა ვარ ვარსკვლავი ხარ არ ვიცი მე მართლა არ ვიცი ვინა ვარ მე მღეროდი და ვაკეთებ იმას რაც მე აი შიგნით მაქვს დაგროვილი და რაც მე ვარ მე მინდა რომ მე ვიყო რა არ მინდა რომ მე ვიყო სხვა აუ ესე მორჩეთ რა ძალიან კარგი ესე მორჩეთ შეიძლება არა აი ესე მორჩეთ აი კი მითხარ თომა მე მინდა დაგემშვიდობოთ თქვენ მე მინდა თქვენ დაგემშვიდობოთ ძალიან